ვინ არის აპოგეა, საერთოდ რა ხდება, ეს არის პატარა პრობლემა. ქოცმა გივი შექმნა შპს აპოგეა. კი, აპოგეა არ მოგესმათ. აპოგეა დამიძახეთ. ეს ის აპოგეა არის, აი ერთპიროვნულად რომ მოაწერა ხელი თუ გახსოვთ ეს ამბავი, ანუ ხელის მოწერის მაგურად გივიმ იქიდან გამომდინარე რომ მარტო თვითონ არის ამ კომპანიაში, ხელის მოსაწერ გრაფაში ჩაწერა ერთპიროვნულად. ესე მოაწერა ხელი. თქვენი მეილი მომეცით. დაიწერეთ ლამაზუკა ძაღლუკა mail.ru. გივი არის ჩოხატაურში ქოცების საკრებულოს დეპუტატის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ძმა. ეს ამბავი გქონდა ჩვენ ამ ფირმასთან შპს-სთან დაკავშირებით და 300,000 ლარი იყო გამოყოფილი. სტიქია რომ მორჩა მარტში არანაირი თოვლი რო აღარ იყო. აი ამ შპს-ს გაუფორმეს ხელშეკრულება 300,000 ლარით რაღაცა არასებული თოვლთან საბრძოლოა და მაშინ სხვადასხვა ტელევიზორმა გააშუქა ეს ამბავი და შეუწყვიტეს ეს ხელშეკრულება. ჩავყევი ამ ამბავს და აღმოაჩინე რომ ქოცგივის 300,000 მარტო შეუწყვიტეს კი არა 2 მილიონი ლარი აქვს აღებული ბიუჯეტიდან. ანუ მინდა რომ კარგად წარმოიდგინოთ ჩოხატაური, სადაც ცხოვრობს 17,000 ადამიანი და 17,000 ადამიანი და 11,000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოფიციალურად. ანუ უკიდურესად გაღარიბებულ რაიონზე, უკიდურესად გაღარიბებულ ხალხზე ვსაუბრობს. რომ ნახოთ ამ შპს-ის მთელი ისტორია, გასულ წელს შეიქმნა ეს შპს აპოგეა და თუ ნახავთ, მას აქვს 14 ხელშეკრულება, ანუ მხოლოდ ჩოხატაურში ასრულებს სამუშაოებს, 14-ვე ხელშეკრულებაზე ჩოხატაურის მერია აწერს mail-ს. აქედან 2 ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, დანარჩენი 12 ყველგან არის კონკურენტოდ გამარჯვებული არის ყველა გამოცხადებულ ტენდერში ეს კომპანია. 2016 წელს სტიქიის შედეგად ეს ხიდი წყალმა წაიღო, მაშინ გააკეთეს, ბჭყალებში გააკეთეს, მაგრამ იქაც კარგი წილები მოტეხეს და ეს ხიდი არ იყო შესაბამისი, იყო ძალიან ვიწრო. ახლა თავიდან უწევთ ამ ხიდის გაკეთება 150,000 ლარი იხარჯება ამის გასაკეთებლად. არის კიდევ ის რომ აქამდე სანამ აპოგეას მისცემდნენ ამ ტენდერს, იქამდე სხვა კომპანიას სახარია, შპს სახარიას აქვს აღებული ეს ხელშეკრულება. მოკლედ დიდი ამბები არის, ანუ ამ გაღატაკებულ რაიონში, მოკლედ რაც კი შეუძლიათ ადამიანებს ფულს ართმევენ. ჩოხატაურში ვიმყოფებით ახლა. ეს ხიდის თავს ყოფს 2 ნაწილად. აი ახლა, როდესაც ეს მშენებლობა მიმდინარეობს აქ, მოსახლეობას, რომელსაც იქეთ მხარეს უნდა გადასვლა, უწევს 25 კილომეტრის დამატებითი კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ საკუთარ სახლში მივიდეს. აქ ახლა ადამიანები უნდა მუშაობდნენ, იმიტომ რომ 5 კილომეტრის ნაცვლად 25 კილომეტრს გადიან ადამიანები. ანუ ისა 5 თუ 7 კილომეტრია დაახლოებით და 25 კილომეტრის გავლა უწევთ. და ჯამში ჩოხატაურის გაღატაკებული ჩოხატაურის ბიუჯეტიდან ხალხის ფული 2 მილიონი ლარი წაიღო. ეს მარტო გივი რო ამას ვერ იზამდა, ალბათ მარტივი მისახვედრი არის ეს. ეს ფული მიდის წილში ბასილ ჩიგოგიძის ხელის ბიჭებთან. ბასილ ჩიგოგიძე, რომელიც ერთი სიტყვა არ ამოუღია გურულების და ჩოხატაურელების პრობლემაზე არასდროს, აი აქ ჩოხატაურის სკვერს რომ ასხვისებდნენ და აქ რო საცემრად მისი დაზომბირებული ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭები მოგვიგზავნეს, აი იმ ადამიანებს აი ესე კვებავს. აი ამაში უხდის ფულს და ესე მისდის მას წილები და კიდევ ვიღაცები რო ძველ ბიჭობენ აქ ნონიაშვილი და მსგავსი ადამიანები, რომლებიც მე წინა საარჩევნოდ მასთან ერთად პოზირებენ და ისე დადიან ჯერ რომელი ქურდი და ძველი ბიჭური არის რომ არჩევნებში მონაწილეობენ, აი ამ ხალხს ესე ამ ფულებით კვებავს. აი ასე გამოიყურება კლასიკური ქოცური კორუფცია. აპოგეა ძვირფასო, იცით, ეს არის ბიუჯეტის ფული. ბიუჯეტის ფული არის ხალხის ფული და